ჭიათურაში ბევრჯერ ყოფილი ვარ საპროტესტო აქციაზე, მაგრამ ესეთი ხალხმრავალი აქცია მართლა არ მახსენდება. ან ძალიან ბევრი ხალხია ახლა ქუჩაში. ჭიათურაში 15 მარტს ქალაქის ცენტრში მერიის შენობის წინ ჩემი დათვლები დაახლოებით იყო 2000 ადამიანი გამოსული. ჭიათურისთვის აქციები არ არის უჩვეულო, სოციალური პროტესტების მხრივ ეს ქალაქი არის ერთ-ერთი გამორჩეული. ამ ქალაქს ყველა ხელისუფლების მმართველობის პირობებმა დაასვა თავისი დაღი. დღესაც ჭიათურაში არის კრიზისი. 7 მარტს 3500-მდე დასაქმებულმა ადამიანმა SMS-ით გაიგო, რომ კომპანია მაღაროებიდან მადანს აღარ გამოიტანს, ანუ აჩერებს მიწისქვეშა სამუშაოებს. ჯორჯიან მანგანეზი მადანს ჭიათურაში მოიპოვებს 2007 წლიდან. რეგიონში აქვს დაახლოებით 16 ჰექტარი მიწა აღებული, ანუ ლიცენზიით ამაზე გაცემული 40 წლით და ასევე აქვს ზესტაფონში სფეროშენადნობთა ქარხანა და აქვს ასევე ვარციხე ჰესი. კომპანიის შესახებ და ზოგადად ჭიათურაში მოპოვების ისტორიაზე თუ დაგაინტერესებთ, ჩვენ გვაქვს ვრცელი ვიდეო გაკეთებული და ამ ვიდეოს რო დავდებ, მე კომენტარებში აუცილებლად დავლინკავ იმასაც. მოკლედ, აი ამდენ წლიანი მოპოვების შემდეგ კომპანიამ ამ ფორმით აცნობა მუშებს, რომ სამუშაოები აღარ გაგრძელდება და განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ მათ გერმანული საკონსულტაციო კომპანია დაიქირავეს და იმ ტექნიკური, გეოლოგიური და ფინანსური მონაცემების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპანიას აღარ შეუძლია ამ სამუშაოების გაგრძელება. რამდენიმე მიზეზი ჰქონდათ დასახელებული. ერთი იყო, რომ მადანი არის დაბალი ხარისხის, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ინვესტიციები აღარ არის საინტერესო და მომგებიანი ამ სფეროში და თვითონ მოპოვება და გადამუშავების პროცესიო არისო, ასე ვთქვათ, პრობლემური ფინანსურად. შესაბამისად არ გვიღირს ამ სამუშაოების გაგრძელება. მაგრამ განცხადებაში იყო კიდე ერთი საინტერესო დეტალი. კომპანია ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ ეს კრიზისი გამოიწვიაო მოსახლეობის პროტესტმა. ვის გულისხმობდა ჯორჯიან მანგანეზი ამ მოსახლეობაში? ესენი არიან შუქრუთელები. სოფელი შუქრუთი არის ჭიათურის ერთ-ერთი სოფელი, სადაც მადანი მოიპოვება როგორც ღია კარიერული წესით, ასევე მიწისქვეშიდან და 2019 წელს შუქრუთში დაიწყო სახლების ნგრევა. სახლების ნაწილი არის დაბზარული, ნაწილი არის უკვე დანგრეული. 2019 წლიდან მოყოლებული დღემდე შუქრუთელებს ჰქონდათ 5 ესეთი მასშტაბური და დიდი აქცია. მათ შორის ისინი მიმართავდნენ ხოლმე უმძიმეს ფორმებს პროტესტისა, ამოკერილი ჰქონდათ პირები შიმშილობდნენ და ბოლო ეს პროტესტი დაიწყო შარშან. გამაგრებულები იყვნენ კროხნალის მაღაროსთან. ეს მაღარო ერთ-ერთი ისეთი დიდი მაღარო არის ჭიათურაში, საიდანაც მადნის 70% მოიპოვებაო, როგორც კომპანია ამბობს ხოლმე. მოკლედ ეს მაღარო ჰქონდათ ბლოკირებული შუქრუთელებს აი ამ პროტესტის განმავლობაში, ანუ ვერ მუშაობდა და ვერ გამოქონდა იქიდან მადანი კომპანიას. რატომ მოგიყევით ახლა ეს ამბავი, ანუ ყოველი პროტესტის ფონზე კომპანია ცდილობდა ხოლმე, რომ შუქრუთელებისთვის დაებრალებინა მისი ფინანსური, ასე ვთქვათ, პრობლემები და კრიზისი და საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავდა ვერც ერთ ჯერზე, რომ ადამიანებს ენგრევათ სახლები და ამას თვითონ სახელმწიფო მმართველიც, რომელიც კომპანიას ყავდა 2017 წლიდან დანიშნული, რადიო თავისუფლებასთან აღიარებს და ამბობს, რომ ამ სოფლის ქვეშ გადის მაღაროები, იქ ხდება აფეთქებითი სამუშაოები, რის შედეგადაც ადამიანებს ენგრევათ სახლები. ახლაც კომპანიამ თავისი საკუთარი კრიზისის მიზეზად დაასახელა შუქრუთელები, მაგრამ კიდევ ერთი დეტალი აქვს. მოკლედ, ნოემბერში ჯორჯიან მანგანეზმა ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ კომპანიას აქვს გარკვეული ფინანსური პრობლემები, უნდა შეაჩეროს გარკვეულ სივრცეებში სამუშაო პროცესი, ამიტომ ვინც აღარ იქნება ამ პერიოდის განმავლობაში დასაქმებული, მათ ხელფასის 60%-ს გადაუხდითო. ეს ისედაც ვალდებულება დააქვთ, ფორმდება ხოლმე გაერთიანებულ პროფკავშირებსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც კომპანიას ვალდებულება აქვს, რომ სამუშაოების შეჩერების დროს მუშებს გადაუხადოს ხელფასის 60%. მაგრამ როგორც დასაქმებულები ამბობენ, კომპანიას მათთვის იანვრის და თებერვლის ხელფასები არ გადაუხდია, შესაბამისად, მათ აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები დღეს. ვერ დავტოვებთ ამ ქალაქში ინვესტორს, რომელმა ინვესტორმაც ისეთი რამე გაგვიკეთა, რასაც ადამიანმა შეიძლება საკუთარ მშობელს არ აპატიო. პირდაპირ დაგვტოვა და მიგვატოვა პირდაპირ ბანკებთან და პირდაპირ დაგვტოვა და მიგვატოვა მშიერ ოჯახის წევრებთან, უკამფეთოდ დარჩენილ ბავშვებთან.
ხო, რატომ არის ახლა 3500 ადამიანის სამსახუროდ დარჩენა ჭიათურაში პრობლემა? ზოგადად ყველა რეგიონში ეს პრობლემაა, მაგრამ ჭიათურაში განსაკუთრებულად, იმიტომ რომ აქ მოსახლეობის უმეტესობა არის დამოკიდებული სწორედ აი ამ საწარმო პროცესზე. ანუ არ არსებობს ოჯახიც კი, რომლის ერთი წევრი მაინც მაღაროში არ არის დასაქმებული და თან შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მონაცემებით სოციალურად დაუცველთა ბაზაში არის სულ 33% ადამიანებისა დარეგისტრირებული, მათგან 23% ამ სოციალური დახმარების მიმღებია. ანუ ჭიათურა არის ერთ-ერთი გამორჩეულად ღარიბი მხარე. ჭიათურაში ბევრჯერ ყოფილვარ საპროტესტო აქციაზე, მაგრამ ესეთი ხალხმრავალი აქცია მართლა არ მახსენდება. ან ძალიან ბევრი ხალხი ახლა ქუჩაში. ხიდზე გადავლეს, შემოუვლიან ანუ ქალაქის რაღაც ნაწილს და დაბრუნდებიან ისე უკან, საიდანაც დაიწყეს პროტესტი. ხეხ დაგანახებთ, რამდენი ხალხია ქუჩაში. ხო, რა სიტყვავენ ახლა ჭიათურელები? პირველ რიგში უნდათ რომ კომპანია მაუნას ღაუროს ის დანაპირები, ანუ იანვრისა და თებერვლის ხელფასები. მეორე მხრივ ჩამონათვალში აი ამ მოთხოვნებისა ჩნდება უკვე ეკოლოგიური საკითხები, გარემოსდაცვითი საკითხები, საუბარია იქ ასევე ადეკვატური კომპენსაციების მიცემაზე და მინდა ერთ-ერთ მოთხოვნაზე ცოტა ვრცლად გელაპარაკოთ. ანუ ითხოვენ ეგეთ რაღაცას, რომ მოხდეს ამ მაღაროების ნაციონალიზაცია. ხა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? როგორც გითხარით, ჯორჯიან მანგანეზი 2007 წლიდან არის ჭიათურაში შემოსული, როგორც კერძო კომპანია და 2017 წლიდან თვითონ კომპანიას ყავს სახელმწიფო მმართველი დანიშნული. სახელმწიფო მმართველის ამბებზეც თუ უფრო დეტალურად დაგაინტერესებთ, წეღარა ვიდეოც ვახსენე, იქ უფრო მეტად ესე ვთქვათ გაშლილად ვყვები და შეგიძლიათ უყუროთ. ძალიან მოკლედ იმას გეტყვით, რომ მაშინ ანუ 2017 წელს სახელმწიფოს გადაწყვეტილებით დაენიშნა ეს სპეციალური მმართველი, რათა ჭიათურაში აღმოფხვრილიყო გარემოსდაცვითი პრობლემები, იმიტომ რომ იქამდე იყო ასობით მილიონ ლარის ზიანზე საუბარი. მოკლედ, სახელმწიფო მმართველი დღემდე ყავს ჯორჯიან მანგანეს, თუმცა ითვლება, რომ ეს არის კერძო კომპანია. ჭიათურელები, ვინც პროტესტში იღებს მონაწილეობას, ითხოვენ, რომ კერძო კომპანია საერთოდ გავიდეს ამ რეგიონიდან და მაღაროები და საწარმო პროცესი სრულად გადაეცეს სახელმწიფოს. ჩვენ ვითხოვთ სრულად ამ ბუნებრივი რესურსის ნაციონალიზაციას. ხა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? გუშინ აქციის მიმდინარეობისას, როდესაც პროტესტში მონაწილე ადამიანებმა ეს საწარმოს ნაციონალიზაციის მოთხოვნა გააჟღერეს, Facebook-ზე რამდენიმე მოსაზრება შემხვდა, რომ აი ჭიათურელები მაღაროს გადაცემას ქართული ოცნებისთვის ითხოვენო. საწარმოს ნაციონალიზაცია არ ნიშნავს კონკრეტული მთავრობისთვის საწარმოს გადაცემას. ეს არ არის მთავრობისთვის გადაცემა, ეს არის სახელმწიფოსთვის გადაცემა და მთავრობა და სახელმწიფო ერთმანეთისგან განსხვავდება. ანუ ქართული ოცნება რომ შეიცვლება, ეს საწარმო ქართულ ოცნებას არ გაყვება. ანუ ეს საწარმო დარჩება ისევ სახელმწიფოს და სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება. აი ძალიან მარტივად რომ აგეხსნათ, ხო, მეტრო ხო არ არის კერძო კომპანია, მეტრო ეკუთვნის თბილისის მერიას. შესაბამისად, ანუ თბილისის მერიის, ასე ვთქვათ, რეგულირების სფეროში ექცევა. ანუ, როდესაც ჭიათურელები ამბობენ, რომ გვინდა საწარმოს ნაციონალიზაცია, გულისხმობენ იმას, რომ საწარმო უნდა იყოს გადაცემული სახელმწიფოსთვის და არა კონკრეტული მთავრობისთვის, ამ შემთხვევაში ქართული ოცნებისთვის. თუ მართლა უყვართ თავის ქვეყანა, თავის ხალხი, აგერ ბატონო ხალხი, აგერ სიმართლე, აგერ ძალა, ხოდა დაგვანახეთ. თქვენი ქვეყნისა და ხალხის სიყვარული, გადაგით ნაბიჯი. და თუ არ დაგვანახეთ ამას, ესე იგი ეს თქვენი ოჯახის სიწმინდე, ეს თქვენი ტრადიციები, ეს თქვენი ქვეყნის სიყვარული უბრალოდ იყენებთ იმისთვის, რომ ხალხის გული მოიგოთ და თქვენ ძალაუფლებაში დარჩეთ. და თუ ამას დაგვანახებთ,
არ შემოიფარგლებით მარტო მერიის შენობით, მარტო ადგილობრივი ხელისუფლებით. მოგაგითხავთ იქ სადაც ხართ და დიახაც ჩვენ არათუ ამბიციურ პოლიტიკოსებს, ჩვენ ხალხი ავირჩევთ და დავავალდებულებთ იმას, ვინც იქნება ეროვნული. 15 მარტის აქციამ კიდევ სხვა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ასევე ზურა მახარაძის გამოჩენასთან დაკავშირებით, ვინც არიცით გეტყვით, რომ ეს გაგახსენებთ, რომ ეს არის ალტინფო ზურა მახარაძე, რომელიც გამორჩეული არაერთი ძალდობრივი მოწოდებით და არაერთი, ასე ვთქვათ, ძალდობრივი აქციის ორგანიზატორი ყოფილა. კი, ზურა მახარაძე იყო ნამდვილად 15 მარტის აქციაზე და სამწუხაროდ მას მისცეს საშუალება, რომ ასულიყო სცენაზე და მისი, ასე ვთქვათ, აზრი დაეფიქსირებინა, თუმცა მისი ყოფნით არ მგონია, რომ ჭიათურელების პროტესტის დაკნინება იყოს დღეს სწორი. იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, ესეთი პოლიტიკოსების რეალური მიზანი რა არის ხოლმე. ხო დღეს სოციალური პროტესტის ერთ-ერთი მწვავე კერა არის ჭიათურა. შესაბამისად, ძალიან ესეთი პოლიტიკურად ორჯერ ორი ნაბიჯი არის მსგავსი ადამიანებისთვის, რომ ეს რაღაცა პოლიტიკური სცენა იპოვონ ხოლმე ესეთი პროტესტების ფონზე. იმიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჭიათურელები აი ამ აქციის ფონზეც გაიაზრებენ, რომ რეალურად ესეთი პოლიტიკური ნაბიჯები მათთვის არის ძალიან დამაზიანებელი და დამაზარალებელი. ეს დაგვჭა ჩვენ შრომელებს გადათხრილი განადგურებული ქალაქი, ტვერში გაგუდული მოსახლეობა და საბოლოო ჯამში ლუკმაფურის გატანაზე გვიწევს შრომა. 15 მარტის აქციაზე გარდა ჭიათურელებისა თბილისიდანაც იყვნენ სოლიდარობის ნიშნად ჩასული ადამიანები, სხვადასხვა მოძრაობის პროფკავშირის წევრები. სამი თვეა მარში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველზე ინაცვლებს ხმა მაღლა და გამოთქმით ყვირის სოლიდარობა ჭიათურას და მე როგორც ამ მარშის, ამ პროტესტის მონაწილე პირობას ვდებ, რომ ეს შეძახილი არასოდეს არ გაჩუმდება. ეს არის მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წარმომადგენელი თათია დვალი. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 15 მარტის აქციაზე მხოლოდ მაღაროელები და მათი ოჯახები არ იდგნენ. იქ სიტყვით გამოსვლისასაც დააფიქსირეს, რომ ქალაქის ნაწილი მათ სოლიდარობას უცხადებდა და ცენტრალურ ქუჩაზეც, როდესაც გავიარეთ, დაკეტილი იყო მაღაზიების ნაწილი, ასევე მომსახურების სხვადასხვა სივრცეები. რას აპირებენ ახლა ამ პროტესტში ჭიათურელები? ორშაბათიდან ჩვენ დავიკავებთ მერიის შესასვლელებს. რა თქმა უნდა, არაფერს არ ვამტვრევთ, არაფერს არ ვაფუჭებთ, იმიტომ რომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაფერს გაუფრთხილდებით. თუ სინდისი მიცემთ, გადაგვაბიჭონ თავზე. და ვეთქვით, რომ აქ სდომას თავი დაანებეთ, იქ ჩაბრძანდით, სათქმელი სწორად ჩაიტანეთ. აქ მოაბრძანეთ ის ადამიანები, ვინაც ამღავს პასუხი უნდა გაცეს. ეხა ის შემთხვევა, როდესაც ჭიათურელები, პროტესტში მონაწილე ჭიათურელები კომპანიისგან უკვე აღარაფერს აღარ ითხოვენ და აქციაზეც გააჟღერეს, რომ წლების განმავლობაში ისინი ძალიან ბევრ რაღაცას თმობდნენ. ამიტომ ახლა მათი მოთხოვნების მთავარი ადრესატი იქნება არა ჯორჯიან მანგანეზი, არამედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ერთი მხრივ და მეორე მხრივ ცენტრალური ხელისუფლება. ამ ვიდეოს ბოლოში მინდა ასევე პატარა განახლება გავუკეთო წინა ეპიზოდს. წინა ეპიზოდში, ვისაც არ გინახავთ, მოგიყავით თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტზე, მათ დაჯარიმებაზე და შემდეგ სტატუსის შეწყვეტაზე. ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებთან, რომლებიც 80 დღეზე მეტი იყვნენ უნივერსიტეტის ერთ-ერთ ოთახში და პროტესტს გამოხატავდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჯერ პოლიცია მივიდა, 5000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერა და შემდეგ ადმინისტრაციისგან მათ მიიღეს შეტყობინება, რომ სტუდენტური სტატუსი შეუწყდათ. და სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო წინა კვირაში პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, იმიტომ რომ რექტორი იყო ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში მისული და წინა აქციაზე სტუდენტებმა საზოგადოებრივ მაუწყებლისგან მიიღეს პირობა, რომ ამ პარასკევს, ანუ 14 მარტს ისინი პირდაპირ ეთერში დასხდებოდნენ რექტორთან და მათ ბრალდებებს უპასუხებდნენ. წინა დღეს
გავიგეთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და სტუდენტებს შეწყვეტილი სტატუსი აღუდგინა. ანუ უთხრა, რომ სტატუსს აღარ შეგიწყვეთ, მაგრამ გაფრთხილებას გაძლევთო თქვენ, ასე ვთქვათ, ქმედებებთან დაკავშირებითო და სწორედ ამიტომ გვეგონა, რომ აუწყებლის ეთერში სტუდენტებსა და რექტორებს შორის გაიმართებოდა დისკუსია და საზოგადოებაც გავიგებდით უფრო რა მოხდა ამ პროტესტის ფონზე და რა დაპირისპირება ჰქონდათ ადმინისტრაციას და სტუდენტებს შორის, მაგრამ რექტორი 14 მარტს არ მოსულა საზოგადოებრივი აუწყებლის შენობასთან, ის დისტანციურად ჩაერთო, დაახლოებით 2 წუთიანი გამოსვლა ჰქონდა და ისაუბრა ძალიან ზოგადად და თქვა მხოლოდ ის, რომ რაღაცა სტუდენტებს და ადმინისტრაციას შორის საჭირო არის ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან და თვითონვე მოიხსნა, ასე ვთქვათ, ყურსასმენი და გავიდა ეთერიდან. სტუდენტებმა ისაუბრეს საკმაოდ ვრცლად რა ხდებოდა უნივერსიტეტში აი ამ პროტესტის ფონზე და მათსა და ადმინისტრაციის შორის რა პრობლემები არსებობდა და შემდეგ უკვე შემოუერთდნენ ქვემოთ მიმდინარე აქცია, სადაც ასევე პოლიტპატიმრების მშობლები და ახლობლები იმყოფებოდნენ და ეს მარში უკვე დაიძრა რუსთაველისკენ. გარიბა გადაიხადო. ბატონო გიორგი შაუდაშვილო. ჩვენ ვერ დაგვამარცხეთ. იმიტომ რომ განა მარტო იმიტომ რომ ახალგაზრდები ვარ და სისხლი გვიჩქებს. იმიტომ რომ მართლები ვარ.